ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არის ცხოვრობს ეკონომიკურ სასოწარკვეთაში. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს პოლიტიკური სასოწარკვეთა, მაგრამ რაც იკვეთება, ხო, ეს უმეტესობა საუბრობს ფასებზე, საუბრობენ დაბალ პენსიებზე, უმუშევრობაზე, სოციალურ საკითხებზე, სიღარიბეზე და აი საინტერესოა, ბევრი მათგანი ამბობს იმას, რომ ჩემთვის ძვირია ცხოვრება. ან სიღარიბე უნდა გადაილახოს, იმიტომ რომ ადამიანად ვიგრძნო ისევ თავი. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ის პოლიტიკური ველი, რომელიც ადამიანებს ეკონომიკურ სასოწარკვეთაში ჩაგდებით, მათ შორის პოლიტიკური ველიდან რიყავს, იმიტომ რომ მათ შემოფარგლავს აი ამ არსებობისთვის აზრუნავით და გადარჩენისთვის ბრძოლით და აი სესხებზე საუბრობენ, პენსიებზე და ანუ რატო არ ყოფნით ხო შემოსავალი და ფასების დასზე აი ბევრი საწუხარია. ამას თუ საერთო ტენდენციასაც შევადარებთ, აი ვნახავთ მართლაც რომ 300,000-ზე მეტ პენსიონერს აქვს სესხი აღებული, ხო? ან ჩვენი მოსახლეობის 60%-ზე მეც ასევე ოჯახს აქვს სესხი და ეს აქ საგულისხმოა, რომ ეს სესხი არ არის ფუფუნებისთვის, ხო? უმეტეს შემთხვევაში არის სამომხმარებლო ან აი კიდევ უფრო მეტი 24 წლის გამოკითხვაში ჩანს, რომ 39% ჩვენი მოსახლეობის სესხს იღებს საჭმლისთვის, ანუ ძალიან ბაზისურ საჭიროებებზე აქ საუბარი. მნიშვნელოვანია, ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორ იკვეთება ის ეკონომიკური სასოწარკვეთა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს, იმ პოლიტიკურ სასოწარკვეთასთან, რომელშიც ასევე ვართ, იმიტომ რომ ამ პრობლემებზე საუბრის მიუხედავად, გამვლელები, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით, ისინი აზრს ვერ ხედავენ აი ამ პოლიტიკურ ველში მოქმედების. მათ აქვს ნდობა დაკარგული აი ამ პოლიტიკური პროცესებისადმი და აი ეს ორი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, იმიტომ რომ რომ ისინი ამ არსებობისთვის ბრძოლაში არიან ჩართული, მათ არ აძლევთ აი პოლიტიკურ ველში ხმის გაჟღერების და მნიშვნელობის შესაძლებლობასაც და აი ეს პოლიტიკური ელიტა ყოველ მხრივ გვეუბნება და გვაჯერებს, თითქოს ჩვენ ძალა არ აქვს მაშინ, როდესაც რომ არა ხალხი ამ პოლიტიკურ ელიტას არც ექნებოდა ეს ძალა